ქრისტე მერტო ჩვენო შეგვიცალენ ჩვენ ამინ მერტო დაუფალო და ყოველთა დაბადებული და შემოქმედო სატანა მათესაგან წმინდის სახარების საკითხავი დიდება შენ დაუფალო დიდება შენ და მოხედენ Olo Iesus შობასა ბეთლეემ სურიასთანისასა დღეთა იროდი მეფისათა აჰა მოგვნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალიმად და იტყოდეს სადა არს რომელი იშვა მეუფე ურიათა რამე თუ ვიხილეთ ვარსკვლავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყვანის ზემოთ მისა ვითარცა ესმა ესე იროდი მეფესა შერსწუნდა და ყოველი იერუსალიმი მისთანა და შეჰყრიბნა ყოველნი მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან სადა უკვე შობატარს ქრისტე ხოლო მათ რქვეს მას ბეთლეემ სურიასთანისასა რამე თუ ესრეთ წერილარს წინასწარ მეტყველისა მიერ და შენ ბეთლეემ ქვეყანა ეგე იუდასი არასა და უმრწემეს ხარს მთავართა შორის იუდასთა რამე თუ შენგან გამოვიდეს წინამძღვარი რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაილი მაშინ იროდი იდუმალა მოუწოდა მოგთა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამიგი გამოჩინებული სამის ვარსკვლავისასა და წარავლინა იგინი ბეთლემად და სხვა მივედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისამისთვის და რაჟამს პოოთ იგი მითხართ მე რათა მეცა მივიდე და თაყვანის ცემას ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისა მისგან წარვიდნენ და აჰა ვარსკვლავი იგი რომელი იხილეს აღმოსავალით წინა უძღოდა მათ ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილსა მას რომელსა იყო ყრმა იგი ხოლო მათ ვითარცა იხილეს ვარსკვლავი იგი განიხარეს სიხარულით და დიდით პრიად და ვითარცა შევიდეს სახსა მას იხილეს ყრმაი იგი მარიამის თანა დედისათვის და დავარდეს და თაყვანის წეს მას და აღიღეს საუნჯეთა მათთა და შესწირნეს მის ძღვენი ოქრო გუნდრუკი და მური და მოიღეს ბრძანება ჩვენებით რათა არა მიაქციონ იროდისა არამედ სხვით გზით წარვიდნენ სოფლათვისა დიდება შენ დაუფალო დიდება შენ და ღვთისმდაცული ერი ჩვენი და მეუფე მისი მოიხსენეს უფალმა ღმერთმა ჩვენმა სასწაულსათვის ყოველდღე აც და მარადის და უკიდურესამდე ამინ უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა თბილისის თავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და სუმაყაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეფე მამა ჩვენი ილია და ოლადუსამდელოს საგარეჯო ნინოწმინდის თავარეპისკოპოსი ლუკა ორი სამდელო 60 წესტი მოიხსენეს უფალმა ღმერთმა ჩვენმა სასწაულსათვის ყოველდღე აც და მარადის და უკიდურესამდე ამინ გალობელი მშრომელი ნაყოფის შემომწირველი თქვენ აქა მდგომარენი მართლმადიდებელი ქრისტიანი მოიხსენეს უფალმა ღმერთმა ჩვენმა სასწაულსათვის ყოვლადვი აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ძაბს უფალო და აღიარებებ შეთა ჭეშმარიტ ქრისტეს ერთისა ცოლის მოსulis სოფთა ცოდუთა ცოლებათა საკითხები ვადმ ძაბს ამეთეს ეს ფიტუხსნელი ხორცი ეს პატრიოსანის ისრში შენ უკვე გევედრების შემიწყალები და შემიდემე შეწოდება ნიჭამი ნებსით და უნებლიეთი სიკვდილი და საქმე მეცერები და უმეცრები და ის ყამე დაუჟელა ზიარება თუხსად საიდუმის შენთან მოსწრებული ცოდვაც ცხოვრება საუბარი სერობას საიდუმის შენის დღეს ზეოპტის ზერება ჩემი რა თარაფერთა შენთან უტრასაიდუმის შენთან არცა აპორზი ფუტასელი არა დარც ავაზაკი აღიარებ შენ მომიხსენ მეუყალო სასხველს შენსა რა თარასაჯილად გინდა დასაჯილად ფეხასე ზიარება წმინდა შენთან საიდუმის ალბეთ საკურნებელად სულისა და ხორცისა ამინ ბავშვო აქედან გაზიარებ გამოდით ამ კარებიდან აი იგი გადი Ciao,
მოდით ბავშვები. Ugdavebiსაც ვაროსაგემო რომელი ქვაფსა შინა იშვა და ბაგასა ნიიწვივნა ჩვენი საცხოვრებისათვის ქრისტემა ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩვენმა მეოხები და ყოლად უხსნელისა დედისათვისა და წმინდა დიდებულთა ყოლად გებულთა მოციქულთა წმინდისა მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა კონსტანტინოპოლის თავარეპისკოპოსისა და ყოლთა წმინდათა შეგვიწყალეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვით არცა სახი ერას და კაც მოყარე ამინ სახელით მამისა და დადისა და წმინდისა სულისა და ამინ ჩვენთან არის ღმერთი არსა იყოს იესოს შობასა ბეთლეემს ურიასტანისასა დღეთა იროდე მეფისათა აჰა მოგვნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალიმად და იტყოდეს სად არის რომელი იშვა მეფე ურიათა რამე თუ ვიხილეთ ვარსკვლავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყვანისცემად მისცა ისე იგი როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ვარსკვლავზე თავისთავად არ უნდა იგულისხმოს ის ვარსკვლავი რომელსაც ჩვენ ვხედავთ რამე ცასცაზე თავისთავად ეს არ იყო ის რომელიღაც პლანეტა და ისე ანუ ჩვეულებრივი შორეული ვარსკვლავი ეს თავიდან უნდა გვესმოდეს რა ეს ანგელოზი იყო თუ ღვთიური ძალა ვარსკვლავით სახით რომელიც უშუალოდ ისე კარგად და გამოკვეთილად ჩანდა რომ ისინიც მიყვებოდნენ მას ეს მოგნი იმ დროინდელი ვთქვათ მოდი ესე ვთქვათ ასტრონომები მეცნიერები რა ესე იგი თავისთავად მათ ალბათ ჩვენება ჰქონდათ რომ იმიტომ რომ რა კი ამბობდნენ რომ ეს ვარსკვლავი ნიშნავს რომ დაიბადა ისრაელის მეფე შესაბამისად რა თქმა უნდა ჩვენება უნახიათ მათ რა თქმა უნდა თორემ საიდან იცოდნენ ისინი რომ ეს იქნება ისრაელის მეფე დაიბადა ან რომელიმე სხვა ან მეფე ესე იგი ჩვენებაც უნახიათ ამ მოგებსა ამიტომაც უკვე დაზუსტებით იცოდნენ რას ნიშნავს ეს ამ ვარსკვლავის გამოჩინასა ვითარცა ესმე ესე იროდი მეფესა შესწუნდა და ყოველი იერუსალიმი მისთანა ეხლა რატომ მოხდა ეს იგი შფოთი რა მოგიხსენება თქვენ ეროდე მეფე შევიდა ისტორიაში როგორც ბოროტესი წვიერი საშინელი სასტიკი ადამიანი არ წყალობდა არც ნათესავეებს არც თავის შვილებს აი შახაბასილით რა აი ესეთი პიროვნება იყო რა ეხლა რომ მოვიდნენ მოგვივიდა მთელი იერუსალიმი ეს ამბავი გაიგო რომ მეფე ურიათა მეფე დაიბადა შესაბამისად მაგან როგორც ცოდვილი და მიწიერი ადამიანი და როგორც ამპარტავანი ადამიანი და ესეთი პიროვნება შეწუხდა იმიტომ რომ კონკურენტი გამოჩნდა სამეფო ტახტზე და არც ერთ მეფეს ეგეთი რამე არ მოხდა მithumetes ესეთ ბოროტ ადამიანებს რა და შეკრიბნა ყოველი მგდელთა ვარდი და მწიგნობარდი ერისანი და კითხვიდა მათგან სადა უკვე შობად არის ქრისტე ესე იგი ჯერ ეგეთი როგორი უცოდინარი ადამიანი იყო ნები ყველა იუდეველი ვადებული იყო და იცოდა კიდევაც წმინდა წერილიდან აი ძველ აღთქმას რაც ჩვენ უწოდებთ ხო სად როდის უნდა დაიბადოს ქრისტე იმიტომ რომ წინასწარმეტყველები ამაზე წინასწარმეტყველებდნენ და სხვათა შორის დაწვრილებით ნუ რაგი მაგი უცოდინარი ადამიანი იყო ამ ხრივ მან შეკრიბა
წიგნობარნი და მათ შეეკითხა რა. ხოლო მათ რქვეს მას და სავსებით მართალი პასუხი გასცეს. ბეთლეემს სურიას ტანისასა. ბეთლეემში უნდა დაიბადოს ქრისტეო. საიდან იცოდნენ? წმინდა წერილიდან. წინასწარმეტყველები ესე წერს ძველ აღთქმაში. რამე თუ ეს წერილ არის წინასწარმეტყველისა მიერ. აი ეს სიტყვები წინასწარმეტყველებიდან. და შენ ბეთლეემ ქვეყანა იგე იუდასი არასად უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდასთან. რამე თუ შენგან გამოვიდეს წინამძღვარი, რომელმა დამწყსოს ერი ჩემი ისრაელი. ანუ შენ ქალაქო ბეთლეემო არც ისეთი ძალიან ისე პატარა ქალაქი ხარ რა ისრაელშიო. თუმცა პატარა ქალაქი იყო, მაგრამ შენგან გამოვა უფალი მოვა, მწყემსი. რომელიც დამცეს ერი ჩემი ისრაელი. ეხლა გასაგებია, ჩვეულებრივ მწყემსი არა ლაპარაკი არა. ასევე მოსე წინასწარმეტყველმა თავის დროს მოსე წინასწარმეტყველმა თქვა ციკვილის წინ რომ ჩემნაირი წინასწარმეტყველი აღსგება მას უსმინეთო რა. ანუ ჩემი დონისას უცოტაო რა. და მოსე წინასწარმეტყველი თქვენ იცით როგორი წინასწარმეტყველი იყო დღემდე ებრაელები მას დაპანცემენ რა. მაშინ იროდი იდუმალ მოუწოდა მოუხდა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებულისა მის ვარსკვლავისასა. და წარავლინა იგი ბეთლემად ეხლა დაუძახა და არაფერი არ თქვა. როდის ნახეთ ვარსკვლავი ყველაფერი. დარქვა მივედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთვის. და რა ჟამს პოვოთ იგი. მითხართ მე, რათა მეც მოვიდე და თაყვანისცე მას. აი ეს საკვარი და საშინელი ადამიანი რა. ნუ გასაგებია ისთვის თქვა რა. ნახეთ ეს ყრმა სად არის ზუსტად გაიგე და მე მეც ვითხარით, მე მეც რომ მოვიდე და თაყვანისცე მას. გასაგები არ არის ისთვის შედებოდა მას. რომ მოკლას. როგორც მათზე გონა, როგორც მიწია და წოდა და კონკურენტი სამეფო ტახტზე. იმაზე კი არ ფიქრობდა რომ თვითონ წიგნობრებმა თქვეს რომ ქრისტე უნდა დაიბადოსო ბეთლეემში ყველაფერიო რა. ამაზეც არც იფიქრა რომ კი მაგრამ შეიძლება ეს ქრისტე დაიბადა და ყველალობაზე ფიქრობდა თავიდანვე. ესმე? ხოლო მათ ვითარცა ეს მეფისა მისგან წარვიდნენ. და ვარსკვლავი იგი, რომელიც იხილეს აღმოსავლით, წინა უძღვოდა მათ, ვიდრე მოვიდა და დაადგა ადგილს ამას, რომელსაც იყო ყრმა იგი. ანუ ისე ვიმეორებთ, რომ ეს ვარსკვლავი აი ძალიან ახლოს იყო. ჩანდა. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, ვარსკვლავი თუ მაღლა იქნება, რანაირად გაიგებენ, რომელი სახლის თავზე ანის დადგა. გასაგებია, რომ ის დაბლა იყო და აშკარად ჩანდა, რომელიც სახლის თავზე დადგა. მე მგონი გასაგებია რა. ხოლო მათ ვითარცა იხილეს ვარსკვლავი იგი, განიხარეს სიხარულით და დიდი და პრია. და ვითარცა შევიდა სახსა მას, იხილეს ყრმა იგი, მარიამისთანა დედისათვის და დავარდეს და თაყვანისცეს მას. ანუ გარეთ არის მიკროფონი. ეს ბატარეიკა დაждდა. აი ეს უჩეს მომეცე. რა მალე ჯდება ეს ბატარეიკა და აუბედურება. დაიჭირე. ეხლა ეს მის? ოკაი. ხო, ესე იგი და დავარდეს და თაყვანისცეს მას. და აღიღეს საუნჯეთა მათთა და შესწირეს მისა ძღვენი, ოქრო, გუნდრგი და მური. როგორც განმარტებიდან ვიცით, ოქრო ვითარცა მეფეს, გუნდრგი როგორც მერც და მური ვითარცა ადამიანს. ეხლა სხვათაშორის ამასთან დაკავშირებით ამ დღეებში ეს ინფორმაცია ესეთი არის, რომ რუსეთში ჩამოაბზანეს აი ეს ამ მოხდა ძღვენი, რომელიც ათონის წმინდა მთაზე ინახება. მოსალოცად? დიახ, მოსალოცად, დიახ.
და ესე იგი ჩამოაბრძანეს რუსეთში რა. და ტელევიზიაში, რადიოშიც მე უსმენდი, ესე იგი თვით მეცნიერებმაც დაადასტურეს, რომ ეს ესეთი ლამაზი ოქროს ვილაკებია ნამდვილად 2000 წლის წინ დამზადებულია და ესე იგი ამ ძვლებიდან ესეთი სულელება მიდის არა მიწიერი საერთოდ რა. და ყველა ვინც ახლოვდებაო, რაღაცნაირად სულიერ სიხარულს გრძნობს რა. აი განუთხმელ სიხარულსა რა. და ვარაუდით ძნელი საკითხია ეგ რა. მაგრამ მოგეშინეთ საქართველოში დიდი ვერსი შევიქმნა. და მოიღეს ბრძანება ჩვენებით, რათა არა მიიქციონ იეროდისა. არამედ სხვით გზით წარვიდნენ სოფლათვისა. ესე იგი მერტმა მათ გაართულა, ამ ისევ არ დაბრუნდეთ ამასთან. არამედ სხვა გზით წადით თქვენ ქვეყანაში. და თქვენ კარგად იცით მე რა მოხდა. ხო გახსოვთ რა? იროდე რო ნახა რომ ისინი არ მოვიდნენ, მიხვდა რომ ისინი არ მოვიდნენ, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ მაგას ცუდი გაზრახვა აქვს რაღაცა, გაბრაზდა განრისხდა და რა ბრძანება გასცა, ხო გახსოვთ? 2 წლამდე ყრმა ბავში ვინც ამ ოლქში იყო, ბეთლემის მთელი ოლქში რა, ყველა იყოს მოკლული. და ფაქტობრივად ეს ბავშვები, პირველი ბავშვები ქრისტეს მოწამეები იყვნენ გახდნენ რა. აი როგორი სასტიკი პიროვნება იყო რა. აი ურწმუნო ადამიანს სული წმინდის მადლი ტოვებს ნელ-ნელა. იმიტომ რომ ვერ უძლებს ბოროტობას რა და უფრო შედის ბოროტის სული რა ურწმუნო ადამიანში რა. შეიძლება ეს გარეგნულად ხანდახან არ ჩამდეს, მაგრამ ეს უკვე ეთყობა რომ ადამიანი უკვე გაბოროტდა. დღეს ასეთები არიან ბევრი სხვადასხვა რა. სათესას დაანთებენ. შეუძლიათ პატრიარქის კურთხევასაც აიღონ. რა ვიცი? იციან როგორ უნდა აიღო კურთხევა, როგორ ისაქნა ზოგიერთი წესები რა. მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნობაა რა. შინაგანად კიდე ჭეშმარიტი განდგომა. და ეს ფარისევლობა როგორც არასდროს ესე არის დღეს გავრცელებული, ჩემო კარგებო რა. ამიტომაც ჩვენ გვიკვირს, როგორ ხდება ეგეთი რამე, როგორ მოხდა რა. ძირძველ ქრისტიანულ ქვეყანაში ხო, როგორც არის საქართველო. ასეთი უწმუნო და გადაგვარებული ადამიანი საიდან? ადამიანები ხშირად ამ თემაზე ვლაპარაკობთ რა. ვიცით რომ დაბადებულია საქართველოში. სკოლა დამთავრებულია საქართველოში. აქ ცხოვრობდა, აქ ჭამდა, აქ სვამდა, სადღეგრძელოებს ამბობდა. საქართველოს გაუმარჯოს, რა ვიცი, ეკლესიას გაუმარჯოს, რა ვიცი, როგორც წესჩვენებაა. და მე ეს ადამიანი, ესეთი ადამიანები ისეთ რამეს აკეთებენ, რაც გვიკვირს, როგორ შეიძლება და ეს იქცევა, გეგონადება, მაგი საქართველოში კი არა, სადღაც რა ვიცი, ჰოლანდიაში არის დაბადებული. ან ინგლისში, ან ამერიკაში რა. თითქოს ის არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე, არამედ სხვა რომელიღაც შორეულ დასავლურ ქვეყნის მოქალაქეა. ესე მსჯელობს, ესე მეტყველებს, შანს რომ მათ საერთოდ სოფხედველობა შეცვლილი აქვს რა. აი ესეთი ცნობილი მწერალი იყო, თუ გახსოვთ, თქვენ ჩინგიზ აიტმატოვი. მაგრამ ესეთი რამე დაწერა ერთი დოლშევიკ ლიცენზიენ ესეთი ის არა. იქ მაგათ შემოიტანა ეს ტერმინი მანკურტი რა. რაც ნიშნავს გადაგვარებულ ადამიანს, რომელიც მოწყვეტილი აქვს კავშირი წარსულისთან, ზნეობასთან, ყველაფერსთან რა. აი ასეთი ადამიანები გამრავლდნენ რა. და საკვირველი რამეა, вот ისე ვიმეორებ რა. ადამიანი გამოდის, ერთი კაი სახელი, სახელები, დავითი, ნინო, თამარი, გეუბნებით რა. ესეთ რაღაცებს ლაპარაკობს, სიცხვილია მაგას საერთოდ ამ თემაზე ლაპარაკიცა. და იცავს ყველანაირი საძაგელს რა. ამაზე ზენ რაღაცებს იცავს, ეს ეხის რომ არა კარგიაო რა ეს რა.
ეს კარგია რა კი ისა იქ ესეა მიღებული დასავლურ ქვეყნებში ეს იქ კარგია ეს რა ჩვენც უნდა ესე უნდა მივხედოთ მაგ საკითხს და ეს ნუ თქვენ იცით რაზეა ლაპარაკი რა და ასე აქტიურად უწევენ ამ საშინელ ბოროტ პროპაგანდას რა რათა ისევ ახალგაზრდობა ჩვენი ახალგაზრდობა გაარყვნიოთ რა და შეცვალო მენტალიტეტი რა რომ ახალგაზრდა გახდეს უპრინციპო ურწმუნო უპრინციპო აი არცნაირ ზარხორცი რო ეძახიან რა ესეთ მაგრამ შეიძლება იმ საკითხებში რომელიც ეხება ზნეობას და სარწმუნოებას ადამიანი იყოს უპრინციპო როგორ შეიძლება ეს რა ეს ნიშნავს ეს ადამიანი გახდება მოღალატე რა რატომ გვიკვირს ჩვენ რომ ამბობენ ამ წლების მანძილზე ესეთი ბოლო 10 წლის მანძილზე ესეთი ზნედაცემა მოხდა საქართველოში რა საშინელი ზნედაცემა რა და რატომ გვიკვირს ჩვენ რომ ამოდენად ჩვენ ხილვები ვახდეთ რომ თურმე რა სისასტიკეები ხდებოდა ამ წლების მანძილზე საქართველოში საშინელი სისასტიკეები რა ისე კი გასაგებია რომ ვიღაცამ ამა ტვინები გარეცხა კარგად რა გამორეცხა შეხედე რაღაცა პროპაგანდა იმოქმედა რომ ამან უკვე ესეთი რამე გააკეთა რა მოკლა ცემა შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანამემამულეს ქართველს თავის ძმას აწამეს რა არ გააკეთეს რა ხო გავიგეთ ვიცით ყველაფერი ჩვენ რაც ხდებოდა და მაინც არ წინარდებიან რა და ეხლა უნდათ რომ ესე იგი ეს სხვადასხვა არასამთავრო ეგრეთ წოდებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ზოგიერთი ვითომ უფლება დამცველების აი სხვადასხვა ესეთი გადაგვარებული პიროვნების მეშვეობით გადაიბირო გაარნიონ ჩვენი საზოგადოება რა აი შავზე თქვენ ეს არ არის შავი ეძახენ ეს თეთრია არ არისო შავიო რა და შედეგი ამათი ეს ბრჭყალებში მოღვაწეებს უკვე ჩვენ ხედავთ რა იმიტომ რომ ეს მოქმედებს იცით რა განათლება ჩააგდეს თავის ხელში ხო ყველაფერი ეს არ შეიძლება ეს არ არის ეს ინგლისში ესე არ არისო ამერიკაში ესე არ არისო ჰოლანდიაში ესე არ არის ღმერთმა დაგვეპაროთ ჩვენ ჰოლანდიის და წედა იმისი წესებისაგან რა იმათი წესებისგან ღმერთმა დაგვეპაროს რა რომ აქაც იყოს სოდომ გომორა რა იდე ვიმეორებთ ჩემო კარგებო რა თუ ვინმეს გონია რომ მათი ცოდვა მხოლოდ მათ თავზეა ეს მათი ცოდვა და ისინი დაიჯებიან ძალიან ცდებიან ვის ესეთი როს ჩვენ ყველანი დავისჯებით მაგათთან ერთად იცით თქვენ იმიტომ მათი ცოდვა ვწედება მთელ ერზე რა და ამან იწევს ღვთის რისხვას რა ამიტომ აქტიურები უნდა ვიყოთ რა უნდა ვთქვათ ამათ უარი ამ თანამედროვე გოიმებს რა რომ მათ იცოდნენ რომ ყველა ლაჩარი და სულგაკიდული და მოსყიდული არ არის საქართველოში რომ ჩვენ დავიცოთ ჩვენ თვითყოფადობას კულტურას ტრადიციას და რაც თავის სარწმუნოებას რა ამიტომაც საჭიროა რომ ბავშვი გავზარდოთ ბავშვი გაიზარდოს მორწმუნე ადამიანი შენიშნას ვაძლევთ ხოლმე მშობლებს შენი შვილი რატომ გამოდის ესე აი 7-10 წლისა უკვე ნახევრად შიშველი თუ გოგოა და ბავშვიაო ეძახის კი მაგრამ როცა ბავშვია განსაკუთრებულად გოგონას ხო მაშინ ასწავლეთ წესშეულები მაშინ ასწავლეთ რა დაშვებულია გოგოსთვის რა დაუშვებელია სირცხვილი რა არის ძალულობა რა არის ის რა არის გაიგე და მე როცა მაგი გაიზრდება და გაფუჭებული გახდება და როგორც არის დღეს ბევრი გაფუჭებული ამ ხრი უზნეობა მაშინ უკვე გვიან არის მაშინ შენიშნას უკვე ვერ მიიღებს იმიტომ ეთქვის რომ მე ბავშვობიდან ესე ვარ მიჩეული და ვინ დაისჯება მშობელი დაისჯება მშობელი რომელიც არ აძლევდა შენიშნას და აზრს დიდა ქრისტიანულად და მორალურად რომ გაიზარდოს ბავშვის ზნეობების აღჭარშვებში და ყველაფერში აი შედეგი იქნება ამ თავაშოებულებისა ოჯახიდან იწყება ყველაფერი ოჯახი სკოლა უმაღლესი სასწავლებელი და ასე შემდეგ მე უკვე სადაც იმუშავებს იქ რა
მართალია ყოველთვის ჩვენ ამ თემას ვეხებით, რომ წნეხი დიდია. უნდა ვაღიაროთ ეს. საშინელი წნეხის ქვეშ არიან დღეს მართლმადიდებლები. ეს წნეხი არის მასობრივი კულტურა, ეგრეთ წოდებული, დასავლურის პროპაგანდა. რომელიც ეძახის, არა, ეს შავი არ არის, ეს შავი თეთრია, თეთრზე პირიქით ეძახიან, თეთრი ეს არ არის თეთრი, შავია რა. და იმიტომაც ესენი აგრესიულები არიან. და თავის პროპაგანდას როგორ უწევენ რა? ფული მათ ხელშია, მასობრივი საშუალებები ყველაფერი მათ ხელშია, გაიგე? და დასავლეთის მხარდაჭერა რა. მე გუშინაც თქვენ გახსოვთ, გუშინაც გადაგებაში მithქვამს რა. არ გაგიკვირდება ჩემო კარგებო, აი გავიმეორებ დღესაც რა. ამ დღეებში, ესე იგი. ერთი ორი თვის წინ თუ არ ვწდები, ინდოეთი არის ძირძველი წარმართული ქვეყანა რა. გუშინაც გითხარით არა? ძროხა, მაიმუნი, ზოგი ცხოველი არის წმინდანი იმაც ღვთაებად ლამის ითვლება. ტაძარი არის საერთოდ ცალკე ტაძარი, არის ვირთხების ტაძარი. წელიწადში ერთხელ მოდიან დასრული ადამიანები ივსებენ. ტაძარში ცხოვრობს 70,000 ვირთხა. ეხლა ამეთი პირისპირად კიდე ძელი არ არის დედაქალაქი ინდოეთი. სასაბათო გადაწყვეტილება მიიღო, რომ გაუშვებელია ახალგაზრდა ძიძა მოგეცორი ფორტილება და ცეცობრივი უსიასო. აი მიხარით ახლა არ მარტო თუ ერთი ბადენი შეიძლება რატო პირიქით ხდება დავაგებია ისე რა მოხდა რა აბა ერთი ამას ვიხარით რომ ფორტილებამდე არ გაიგონებოდა ეს ფიზიკურად ერთია რომელიც საუბრობთ აი შედეგია უძღვარისა მედაცინისა და აპარატის ეძო მაგას ლამო გადახედეთ ჩვენ გასულ მუსულმანურ ქვეყნას მათი ერთი ხალხი ერთი გამოდიოს ისე და პასუხი მუსულმანურ ქვეყნას ჩვენ გასულ რა არის აგერ პირველ კაფაზე აგერ ფუძეზე აგერ გასრალეთ ვერ ნახავთ ერთად შემოგაქვს რატომ უნდა ხდებოდეს სიცხული არ არის ეს იგი ზედაცება როგორ მოხდა ბოლო 10 წელი წელიწადში აი ამაზე უნდა ვიფიქროთ რომ ძეთი აღგეთუგეთ რომ ჩვენ შეუძლებელი ვარ და თვითონ ვიწევდეთ და რა ვიცოდით მაგას ამის თქმა საქმეს კიდევ საქმე და სუდატარი შეიძლება. ეხლა რატომ შეიძლება ჩვენ ამბობთ? როგორ არის რა? ძუძინა სამადო ისედაგია. მდგომარეობა როგორ იქნება? რატომ დაგჭირდა? მე დაგემა და ფაქტები ზედაცემა. ეს ძვირფასი ყველა ქვეყანა გახდა ერთმანეთში. ერთადერთი იერი მათ მოუწია ებრაელი იყო, გასახო. ისიც უკვე ზედაპირულად ასრულებს. შეიძლება ამაზე რა. ფაქტი მაგალითად საფუძველი δεν κάθομαι που πάλι πάλι, πάλι στα πέντε λεπτά δεν είναι. Είναι από πέντε λεπτά. Η αρμόιδα όμως. Κάνα σώτα κρίνει όλη η φραγισία. Μάρα μποίδα, που από το κόμμα θα είμαστε πολύ. Αυτό είναι η πρώτη που θα πει. Μας είναι αυτό το κόμμα θα μποίδα. Anda sota kareba tidak, hari na itu guys. Itu masih itu sampai itu. Este kira rati tadi, mungkin tadi kasih. Terus kita akan mencoba jujur itu boleh. Kita dah boleh, karena itu foto mereka boleh. Kali panen tu satu waktu lah, tak ada itu. Masih itu orang tu itu orang.
გაფოცილება უნის მოწვა იმიტომ დასწრდა შემოწმება. აზრი აგებოდა უკვე ცხოვრების. აი ზამთრი რამე აი შეწოდი. რადგან პროფესია. უაზრო ამაოება ეს დაუთავებელი ეს შოუ, ეს სმარტული შოუ ესა დარწობა რა ვიცი აი რა დავარქვა აი მიქანებია ძვირფასი შემთხვევით. ამი არ არის თორე როგორც აი მატალები როგორც ყოველები რომ ჩამო დალიონ ეს აღვირაფილება ყველაფერი დაამატა ამას ყველაფერი ამ ისე სოდომ ჰომორის სოდა ისე ამას ეგ დააკანონეთ უკვე კიდე ეკა უყურება უკვე მისცეს ის კაფე რო დაკოჩინდა და კალი როგორც ეს ის კარგი მასწავლებელი თუ არ მოხდება გასწრება რა არის ისტორია ეს არის მაგრამ თუმცა მაგრამ ფაი ზეოდები ამბობენ წელი ზეოდები ისეთი ისტორია მაგრამ ეს შეიძლება ამი სოფლიო ზეოდება ამის გამო რაც უკვე რა დაიძავს მე ოფილი ქრისტიანული ოფილი ქრისტიანული წესები დაკანონდა ბაბას ბავლობა ხო ეს ისე სიძულვილი თამარაკოს ხსენო ეს ისე გამოდი თავი მოწმული და მერტი გმობს ამ თორვას სიკვდილი ემუქრება მერტი ამ თორვის გამო აი ბიზნესერებია ნაცვალი მოკალი ორივე თუ დაიჭერს კაპიტალს თუ დაიჭერს კაპიტალს იგივე ახალახმაში მოწმულები ამბობს ისინი დიმიტია დო სიკვდილი არის ამის გამო მაგრამ მაინცალი ამ თორვას ისე პერსონაჟია White person, isn't it? There are little differences. That's still a parameter of atheism. They've got atheism because it's not so little. Say, what's the problem? Mama was there, no? Romani fast. Mati mama, Sakina, Brussels, Amsterdam, London, New York City. I bought it. Mama, Amsterdam, Dopal. When you get to Satana, and when absolutely I got it. Adamian. I'm sorry, Satan, seven Satan. That's why Mati Zakira will put it out to Buteri. He goes and Akas Bakano for the Naidu Pano. I think that's another thing. We were saying the Danita. I'm a soap is here and David after. I will make it better. Borrow to the flight to Seba. It is making dynamic state. It is like if I are down to flow. Ask Mokte by Sarah. This is Nabat Stadium. Nabat Stadium. After Daimark. Daimark is your Sulia to the Galimark. Sulia. In the Galimark, football. The worry quack. I'm Satagio. The David Perpeni is men of the Galicia.
გადავნახავთ ომებს, გასაძლებელს გავიმარჯვეთ ყველანაირად და პოლიტიკურადაც გავიმარჯვეთ და გავაერთიანეთ საქართველოს და გაფრინდება საქართველოს ასე იქნება დაიმახვილოს საქართველოს ნუმერმა გადმოწოთ აგაფანოთ გაგაზრიეროთ მრავალ დაეცა Marco, damsauda. Joenatra Hachapuri. Reidan Pramet Yanramde არის ჯებში ხილი. რობერტმა დაგლოცოთ დღეიდან გემრიელა 13 დალიეთ. დღეიდან 13-მდე არ დავინახავ ხიზელი არ არის. აკაცი აკალის ხო? რობერტმა დაგლოცოთ. აგახაროთ, აგაზიეროთ. Aha. Pani male bata. Zai mara. Ყველა ინდივიდუალურად უნდა გაიგო. აი ეგოისტები არიან ანუ. Aha.